შემოგვიერთდნენ არჩეულებრივი სტუმრები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მღვდელი გიორგი სიჭინავა და 71 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა ლაგვილავა და მარიამ თეთრუაშვილი. სტუმრებთან ერთად ვისაუბრებ ღირებულებითი განათლების კლუბების მნიშვნელობის შესახებ სკოლებში, თუ რას ემსახურება ეს პროგრამა და ასევე შევეხებით ერთ-ერთ აქტივობას, რომელიც ბავშვებმა, პედაგოგებთან და მოძღვართან ერთად ხანდაზმულთა პანსიონატში ჩაატარეს. დილამშვიდობის, გვადლობთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. მისამებით თქვენს მაყურებლებს, ბედნიერ და სასიამოვნო დღეს უსურვებთ თითოეულ მათგანს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა და 71 საჯარო სკოლის სახელით მადლობას მოგახსენებთ. მადლობთ თქვენს, რომ გამონახეთ და გვეწვიეთ. მამა გიორგი, თავდაპირველად ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ამ ღირებულებითი განათლების მნიშვნელობის შესახებ სკოლებში, მისი მიზანი რა არის და ზოგადად მნიშვნელობა და დანიშნულება. მადლობთ. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ და თქვენ დასმულ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა აღვნიშნო, თქვენივე სტუდიაში ჩვენთვის ძვირფასი და საყვარელი მამები იმყოფებოდნენ. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე მამა გურამ ჭარელაშვილი. მათ ზედმიწევნით კარგად გადმოსცეთ ეს და სრულყოფილად ამ თემაზე ისაუბრეს. და ყოველივე ასახული იყო და მინდა აღვნიშნო მათი ის 8 წელი და ის დაუღალავი შრომა და დღეს რაც წარმატებას მივახციეთ ჩვენ ამ ღირებულებითი კლუბებიდან გამომდინარე არის მათი დიდი დამსახურება. მინდა მადლობა მათ გადაუხადო და ასევე მინდა აღვნიშნო და შევეხო ჩვენთვის ძალზე ტკინეულ თემასაც, მაგრამ დიდი მადლიერება გამოვხატო აწუყე ჩვენი გარდაცვლილი საყვარელი მამის ნეტარხსენებული უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიმართ, მისი დანატოვარი, მისი უსაზრო სიყვარული ჩვენს მიმართ, მისი მამობრივი ზრუნვა და მისი ღვაწლი მეტყველებს დღევანდელ დღეზე და ეს ყოველივე რაც არის ასახული მისი დანატოვარია. ასევე მინდა მადლიერება და სიყვარული გამოვხატო ახალ არჩეული ჩვენი ძვირფასი და ღირსეული მამის უწმინდესი და უნეტარესის შიო მესამეს მიმართ და ასევე მინდა გავიხსენო მისი ქადაგების ერთ-ერთი თქმული, რომ მან თქვა, რომ უკვე დროა რომ ხალხში გავიდეთ. ვიქადაგოთ, სიახლოვეში ვიყოთ ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან, მასწავლებლებთან, პროფესორებთან და აი დღევანდელ დღეს არის ზუსტად ეს ასახული ღირებულებითი კლუბის პროგრამით. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ თავიდან რომ დავიწყეთ 20 საპილოტე სკოლა იყო შერჩეული თავიდან და ამას ეტაპობრივად მიყვებოდით. ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის შიო მესამეს ლოცვა-კურთხევით მიყვებოდით ყოველივეს ნაბიჯ და ეს დიდი წარმატებაც მისი დამსახურება არის და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე ჩვენ არაფერი გავიკეთებია და ეს ეტაპები, რომელიც გავიარეთ ჩვენ დღევანდელ დღეზე არის ასახული. რადგან ის 20 საპილოტე სკოლა უკვე დედაქალაქში არის მრავლად და 100-ზე მეტი სკოლა არის ჩართული უკვე ღირებულებით განათლების კლუბში. ასევე არის სკოლებში არა მარტო ერთი კლუბი, არის 2 და 3, ვინაიდან მოთხოვნა არის ძალიან დიდი ბავშვების, მშობლების, დირექციის და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო დედაქალაქშია ეს კლუბები. უკვე საქართველოს მოიცვა, სხვადასხვა ეპარქიებში მიმდინარეობს გადამზადება. ასევე მინდა გადამზადებასთან დაკავშირებით და საუბროთ, მინდა აღვნიშნო ორი ძვირფასი ადამიანი. თქვენ ძალიან კარგად იცით, ვისაც უნდა თქვა, ეხლა დავასახელო, მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ანიკო დუხაშვილი, ქალბატონი მანანა ჟინჭარაძე, რომლებსაც ძალიან დიდი შრომა აქვთ ჩადებული ამ საქმეში და ეს წარმატება რაც არის დღევანდელ მიღწეული, მათი დამსახურება ძალიან დიდია. ეხლაც მიმდინარეობს სასულიერო პირების გადამზადება, ისინი ახლაც ჩართულები არიან ამ პროექტში, დასავლეთის, აღმოსავლეთის და სხვადასხვა კუთხეებში დადიან. გადამზადების შემდგომ მოგეხსენებათ, რომ სერტიფიკატები გადაეცემა სასულიერო პირებს და ამის შემდგომ უკვე შევდივართ სკოლებში, ვაარსებთ კლუბებს და ვცდილობთ, რომ იმ უნიკალურ ღირებულებებზე ვესაუბროთ, რომელიც არის ოჯახის სიწმინდე, რომელიც არის პატივისცემა, სიკეთე, მეგობრობა, მადლიერება, ეს მარტივი სიკეთის გაზიარება და იმ ყოველივეს ვცდილობთ უფლის წყალობით, მადლით და ჩვენი ძვირფასი და საყვარელი, ნამდვილად ღირსეული პატრიარქის მეთაურობით.
დიახ. ჩვენს ძვირფას სტუმრებსაც მინდა ვკითხო, ანა, მარიამ, თქვენ რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ღირებულებითი განათლება სკოლებში, რამდენად მნიშვნელოვანია ისე პირისპირ უშუალო ურთიერთობა მოძღვართან და რა მოგცათ ზოგადად ამ ღირებულებითმა განათლებამ, ამ კლუბებმა, რა გასწავლათ? მე დავიწყებდი იმას, რომ ძალიან დაგვაახლოვა ღმერთთან პირველ რიგში. ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შეგვძინა და რაც ჩემთვის ყველაზე გამოკვეთილად იყო ის, რომ ოჯახთან დაგვაახლოვა, დედმამიშვილები უფრო მეტად შეგვაყვარა და გვასწავლა ძვირფასი ადამიანების ფასი. ანუ თქვენ რა სიტყვით? ღირებულებათა კლუბმა ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა მოსწავლეებს და დაგვეხმარა და გვიბიძგა უფრო მეტი სიკეთის კეთებისკენ და დადებითი ემოციების გამოსხივებისკენ და გავრცელებისკენ. ამ კლუბმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიგვეღო რელიგიური ცოდნა, გადაგვეფასებინა ღირებულებები და უფრო სხვაგვარად შეგვეხედა იმ უკვე ცნობილი ქრისტიანული ღირებულებებისთვის, რომელიც მშობლებისგან, მასწავლებლებისგან უკვე ვიცოდით. ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, რომ სამართლიანობაზე, წარმატებულობაზე, პატივისცემაზე, ოჯახის სიწმინდეზე უფრო სხვაგვარი შევიწრილება შეგვექმნა და გაგვემხიარულებინა და ესე ვთქვათ, სიკეთე გაგვეკეთებინა მთელი საზოგადოებისთვის და ჩვენ გვქონდა ასეთი აქტივობა, რომ ვიყავით ხანდაზმულთა პანსიონატში, დიახ და ძალიან დიდი სიკეთე და სიყვარული გავასხივეთ და მივანიჭეთ იმ ხანდაზმულებს, რომლებიც იქ დაგვხვდნენ. გარდა იმისა, რომ თქვენ გასცემდით ამ სიკეთეს და სიხარულს დარწმუნებული ვარ, მათგანაც ძალიან დიდი დოზით მიიღეთ ეს ყველაფერი. ამის მნიშვნელობის შესახებ რომ ვისაუბროთ, დღის მნიშვნელობის კარგია რომ ეს სიკეთე გაიცით და საპასუხო მიიღეთ. კიდევ რა მოგცათ ამ დღემ და რა დაგანახათ, რა მნიშვნელობის არის ეს ამგვარი ღონისძიებები, როგორი იყო მათი დახვედრა და ამ ურთიერთობის გაზიარება და ემოციების. ჩემ ფიქრობ ოდესღაც ჩვენც ვიქნებით მათი ასაკის და ფიქრობ იმას, რომ მე ძალიან გამიხარდებოდა ესეთი რაღაცა და ძალიან დიდ სიხარულს მომანიჭებდა. ახალგაზრდებსა და წინა თაობას შორის ასეთი დიდი კავშირი ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ ჩვენ შევძალით ის სიხარული და ბედნიერება მიგვენიჭებინა მათთვის, რომელიც სჭირდებოდათ და მოხარული ვარ, რომ ამ კლუბმა მოგვცა საშუალება, რომ ასეთი სასწაული დღის მონაწილენი ყოფილიყავით, იმიტომ რომ ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური დღე იყო ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. და დარწმუნებული ვარ, კიდევ გაგიჩნდათ სურვილი იმის, რომ ამგვარი ღონისძიებები არაერთი გამართოთ და არაერთი შეხვედრა და ეს სიტყვა სიყვარული კიდევ ერთხელ რომ გასცეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ ისე გულანთებულები ხართ და ამ გზასად გახართ, ასე ვთქვათ. მამա გიორგი, ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ძალიან კარგია რომ ახალგაზრდა თაობა ასე არის ჩართული ხანდაზმულთა პანსიონატში. სტუმრობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც მათი ბენეფიციარებისათვის, ასევე ახალგაზრდა თაობისთვის, ამ ურთიერთობისთვის, რაც არის მოყვასი სიყვარული და მთავარი დანიშნულება ჩვენი. თქვენ რო გითხრათ, როგორ დაიგეგმა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის დაგეგმარება ამ დღის აღსანიშნავად, ასე ვთქვათ და მთავარი მიზანი რა იყო? დიახ. ეს არის ერთ-ერთი აქტივობა. სხვა აქტივობათა დაგანია. ეს არის სოციალური პროექტი. ამასთანავე ჩვენ გვაქვს კიდევ ორი პროექტი, რომელიც მოიცავს გაიცანი შენი ქალაქი, რომელიც თბილისის ქუჩებში არის ექსკურსიის სახით. ჩვენ რაც არის ღირსშესანიშნავი, უყურებთ ძალიან ბევრს სწავლობთ ჩვენც და გვიხარია კიდევაც. ასევე არის სპექტაკლის სახით. ქეთევან წამებულის შესახებ სპექტაკლი, მარავდის ველი, იუნკერების შესახებ და სხვა მრავალი სპექტაკლი. და ერთ-ერთი არის ეს გამორჩეული სოციალური პროექტი, რომელიც არის ჩვენი კლუბისათვის და არა მარტო ჩვენი კლუბისათვის ძალზედ გამორჩეული საქმე. ეს ყოველივე არის დაგეგმილი მათი. მათ მოიფიქრეს და დაგეგმეს და იშრომა გასწიეს, რომ შეედგინათ სიმღერები, ლექსები, შემდგომში ცეკვები დაედგათ. ეს ყოველივე ძალიან დიდი შრომის ფასად დაუჯდათ. მათ წარმოიდგინეთ, როდესაც 7 გაკვეთილი მოსწავლე ზის, შიერ მწყურვალეა, ამის შემდგომ კიდე გაკვეთილების მერე რჩება, ამუშავებენ ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს და ემზადებიან. მაგრამ მთავარი რა არის იცით აქ, რომ მათი სურვილი არის ეს. და ზუსტად ჩვენი მთავარი მიზანი და გზავნილი იყო ეს, რომ აი ეს უნიკალური ღირებულებები, რაც არის პატივისცემა, სიყვარული, მარტივი სიკეთე,
და ოჯახური სიწმინდეების დაცვა ეს იყო გამოხატული მათი ქმედებიდან გამომდინარე და უნდა ნახოთ თქვენ ესე სასაუბროთ ძალიან მარტივია, მაგრამ ამავდროულად ასახსნელად ძალიან რთულია, რომ მათ სახეებში ის ცრემლები, ის მოფერება, ის სიყვარული, ის ჩახუტება, რომელიც ის მოდის მათგან, ეს არის ძალიან რთულად გადმოსაცემი და ჩვენ ვცდილობთ იმას, რომ პირადად მეც და ჩემი დამხმარე მასწავლებელი ქალბატონი ნატოსი ჭინავაც მინდა აღვნიშნო, ძვირფასი ადამიანი ხელმძღვანელობს ჩვენ კლუბს ჩემთან ერთად და ჩვენ ვცდილობდით, რომ ყოველივე მათ გაეკეთებინათ ბავშვებს. სრული თავისუფლება ჰქონდათ მათ, რომ გაეკეთებინათ, დაედგათ სცენები, თვითონ აირჩიეს ბავშვებმა, თუ რომელი სიმღერას იმღერებდნენ, თუ რომელი ცეკვას დადგამდნენ, ლექსი რომელიც იყო წარმოსთქული ჩვენი მოსწავლეს მიერ, თვითონ დაწერა. წარმოიდგინეთ, ხამე გაათენა, ასე ვთქვათ. სადაც 8-9 საათი იყო უძილო, შრომობდა, წვალობდა და უნდოდა რაღაცა სიყვარული გამოიხატა და შემდგომში ეს იყო იცით ისი გამოხატულება, რომ მათ გაიაზრეს, რომ ეს მოხუცი ადამიანები და ის ქალბატონები, რომლებიც იმყოფებიან ხანდაზმულ სახლში და ცხოვრობენ, ასეთივე საყვარელი და ძვირფასი ადამიანები სახლში ყავთ, რომლებიც არიან ბებოები, ბაბუები, პაპები, როგორც აღნიშნავენ და ეს მათთან მიმართ გაზიარებული სიყვარული აუცილებელია, რომ მათ სახლებშიც გაიზიარონ და როგორც აღნიშნა ანამ, კარგად აღნიშნა, რომ ეს ღირებულებითი ჩვენი უნიკალური საუბრები აძლევთ მას იმ სიყვარულის გაღვივებას, რომელიც სახლში უნდა გამოიყენონ და ყოველდღიურობაში. და ეს არის ასახული მათ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ თქვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოსწავლეები სწავლობდნენ ერთ სკოლაში, ერთ შენობაში. წარმოიდგინეთ, იყვნენ პარალელური კლასელები, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ. არ ქონათ ეს სიახლოვე. მაგრამ ამ კლუბმა ისე დაახლოვა და ისეთი მეგობრული ურთიერთობა გაუჩნდათ, რომ უკვე ერთად ცეირნობენ, სხვას გადასცემენ თავის სიკეთეებს და ეს ღირებულებებზე რაც გვიწევს საუბარი ჩვენ ხო პატივისცემა ეს გაზიარებული არის მათგან სხვის მიმართ და ეს მოწონებას იმსახურებს და ეს პროექტი რაც არის თავისით აირჩიეს მათმა იმიტომ რომ უნდათ რომ გაზიარებული ყოფილიყო ის სიყვარული და სითბო იმ მოხუცების მიმართ მაგრამ მინდა დავამატო კიდევ რომ როგორც წინამდებარე სიტყვაში აღნიშნე ეს გადმოსაცემა ძალიან რთულია ეხლა მახსენდება მე ერთ-ერთი ჩვენი კლუბის წევრი იმდენად ემოციაში იყო რომ ვერ აჩერებდა ცრემლებს. წარმოიდგინეთ ეს ძვირფასი და საყვარელი ბებოები, ბაბუები მოდიოდნენ, ეხუტებოდნენ, გამოთქვესურვილი რომ ეცეკვათ მათთან ერთად. ანუ ეს არის მათი ცხოვრების ეს ეტაპი, რომელიც აბედნიერებს მათ, ხდებით? შემდგომში ჩვენ რო ვესწრებთ ქალბატონი თი არის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ძალიან აქტიურად არის ჩართული მათ ცხოვრებაში და ეს ძალიან ბევრ დროს და ენერგიას საჭიროებს მოგეხსენებათ მათი ზრუნვა და დიდი სიყვარულით დაგვხვდა და ის გახარებული იყო პირიქით რომ ჩვენ ახალგაზრდები ვაქცევთ ყურადღებას მოხუცებს არ გვავიწყდება ისინი და ჩვენი თავარი გზავნილი კიდევ მინდა აღნიშნო გავმეორდები რომ არის რომ ჩვენივე ოჯახებში რო გვყავს ჩვენი ძვირფასი და საყვარელი ბაბუები და ბებოები და პაპები რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და სიხარული გამოხატოთ რათა ცხოვრება ხანმოკლეა და როგორი მდგომარეობა იცით ხშირად საუბრობ ხოლმე ამაზეც როდესაც თქვა სახში ვიკრიბებით სავარძელში თქვა ბაბუაზის და ტელევიზორს უყურებს ან რაღაცა მიჩვეულ ადგილას როცა ზის და ამას მიჩვეულები ვართ შემდგომში როდესაც გავაწლები და როდესაც გამოხვალ და იმ სავარძელს როცა შეხედავ და შიგნით არავინ არ ზის შემდგომში გაგახსენდება ის მისი ძვირფასი გამოხედვა მისი თხოვნა რომ აი ბაბუ მომაწოდე წყალი სხვა რაიმე კიდევ და ეს ძალიან ემოციურია და ამაზე უნდა დავფიქრდეთ რომ ჩვენ ამ ცხოვრებაში დროებით ვართ. ჩვენ ვისწრაფით იმისათვის რომ სასუფეველიცათა დავიმკვიდროთ და უფალ ღმერთთან ჩვენთან იესო ქრისტესთან დავიმყოფოთ საუკუნო სამყოფელი. და სანამ ცოცხლები არიან და ჩვენს გვერდით არიან, მანამ გამოხატოთ ეს სიყვარული, ვიდრე თქვა სინანულად დაგვრჩეს შემდგომ, როდესაც ჩვენს გვერდით აღარ იქნებიან, რომ იმ დოზით ვერ მივაქციეთ ყურადღება, იმ დოზით ვერ გამოვხატეთ სიყვარული. ეხლა ჩვენ რეალობაში არის ესეთი თქმულებანი, რომ აი ნეტა ყოფილიყო, ეხლა ცოცხალი, ჩავეხუტებოდი, გავცემდი ძალიან ბევრ ამეს, ყოველივეს გავცემდი, რომ აი ეხლა მასაუბრა მასთან, მაგრამ იცით რა არის ვიფასებო, რომ ეს ჩვენ ახლა გვაქვს, რეალურ დროში გვაქვს ეს შესაძლებლობა და უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ მათ სიყვარული გავცეთ, იმიტომ რომ ჩვენი თავარი გზავნილი თვითუფალია სიყვარული და
ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ სიყვარული გავცეთ და სიყვარულით ვიცხოვრო და როგორც აღნიშნე როცა ჩვენი საყვარელი ბაბუ ან ბები აღარ გვეყოლება და იმ ჩვეულ ადგილას აღარ იქნება ბები ვერ იფუსფუსებს სამზარეულოში ვერ დააცხობს ხაჩაპურებს და ეს მონატრება რომ მოგველოდება დღეს რეალურად უნდა გავცეთ ეს სიყვარული და მათთან ერთად რომ აღნიშნოთ ეს და მადლიერება და მისი გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს სამწუხაროდ ცოტა თან გვიჭირს, თან მორიდების ფაქტორიც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხო დროებით ვართ, კიდევ აღნიშნავ და სანამ ცოცხლობთ და გვაქვს შესაძლებლობა ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, გავცეთ სიყვარული. ძალიან კარგი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია მამო გიორგი რაც აღნიშნეთ გოგონებს მინდა ვკითხო თუ რა გეგმები გაქვთ კიდევ საომავლო გეგმები როგორია თქვენი და ახსენა მამო გიორგი ის თუ როგორ ემზადებოდით ამ ყველაფრისთვის ლექსები სიმღერები ცეკვები ეს ყველაფერი როგორ შეარჩიეთ ამის შესახებაც მინდა გკითხოთ და რამდენად იყვნენ თავადაც ჩართულები ამ ყველაფერში დავიწყებ იქიდან რომ ძალიან ეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო შეკვრა ერთმანეთთან. აი როგორ მახსოვს სკოლის ბუფეტში სულ რეპეტიციობდით ხოლმე როცა დრო მოგვეცემოდა. სიმღერები გვინდოდა რომ სიმღერები და ცეკვები გვინდოდა შეგვარჩია ისეთი რომ მათაც ცოდნოდათ ისინიც აყოლდათ. ძირითადად ამ სიმღერების ძირითადი თემა გვინდოდა ყოფილიყო სიყვარული. იმიტომ რომ სიყვარული გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. ნამდვილად. სიმღერების უმეტესობა სამშობლოზე იყო, სიყვარულზე, როგორც მარიამ ახსენა, ცეკვებიც, რა თქმა უნდა, ტრადიციული ცეკვები შევარჩიეთ, ქართული, სატრფიალო და ქალვაჟური სატრფიალო და ჩვენი აზრით ძალიან კარგად გამოვიდა, ძალიან ბევრი ვიშრომით ამ ყველაფრისთვის და ვფიქრობ, რომ მართლაც გამოგვივიდა მათი გაბედნიერება, რაც მათი თვალწრემლიანი თვალებით ძალიან თვალნათელი იყო ძალიან და ძალიან მოხარულები ვიყავით, რომ მათ გაბედნიერებაში მონაწილეობა მივიღეთ. იმედი მაქვს კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა რომ მსგავსი რაღაცები განახორციელოთ. მამა გიორგი, საომავლო გეგმების შესახებ მინდა გკითხოთ თქვენ თუ კიდევ არაერთი ღონისძიება გექნებათ ალბათ დაგეგმილი და თუ შეგვიძლია მათზე საუბარი. დიახ, შესაძლებელია და გაგრძელებადის იქნება თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა გირებულებითი კლუბების დაარსებას და ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი სკოლის დირექციის და დირექტორის პატა ჩორგოლეიშვილის ნდობა და სიყვარული ჩვენს მიმართ. სრული თავისუფლება გვაქვს. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა დღევანდელ დღეს იცით რომ იმ ოთახის გამოყოფა ყველანაირად ხელს გვიწყობს. რა თქმა უნდა ჩვენ სწავლის პროცესს არ ვაფერხებთ და სწავლის პროცესის შემდგომ ხორციელდება ყველა ღონისძიება და ვცდილობთ რომ არ შეეშალოთ მათ სწავლაში ხელი და ძალიან დიდ ხელშეწყობას მიმართავს ჩვენი დირექტორი და რაზეც მადლიერები ვართ. ესე რო ვთქვათ, წინასწარ უკვე წლის ბოლოა და ესე ჩვენ ვერ აღნიშნავთ და ვერ ვიტყვი წინასწარ რა გეგმები იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ძვირფასი და კიდევ აღნიშნავ ღირსეული პატრიარქის ლოცვა-კურთხევას დაველოდებით. შემდგომში იქნება შემაჯამებელი შეხვედრები და უკვე სექტემბრიდან ახალი სიცოცხლით, ახალი ენერგიებით შევეცდებით, რომ უფრო და უფრო მეტი ღონისძიებები, უფრო და მეტი აქტივობები იყოს ჩვენს თავს და ჩვენ სკოლებში და ესე წინასწარ შემოვიფარგლები ამ ღონისძიებებით, ამ აქტივობებით, რაც ეხლა გვაქვს, ეს არის გაიცანი შენი ქალაქი, კიდევ სპექტაკლები, როგორც აღნიშნე და სოციალური პროექტები და წლის მიწურულია უკვე, მოიხსენებათ ივნისის თვეში უკვე ჩვენი ბავშვები უკვე დასასვენებლად სწავლენ, წარმატებით გამოცდის შაბარების შემდგომ და შემდგომში დაველოდებით სექტემბრის განახლებას და შემდგომში ახალი ენერგიებით, დაუბრუნდებით და ბევრი საინტერესო აქტივობებით მინდა გითხრათ, ვიქნებით წინასწარ ამას ვერ გავამშვენებ, მაგრამ მოლოდინი იქნება ძალიან დიდი. ჩვენს გადაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ და მადლობა გადაგეხადოთ მობრძანებისთვის და თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ ასე ჩართულები ხართ ამ სიკეთის კეთებაში. შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მღვდელი გიორგი სიჭინავა და 71 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა ლაგულავა და მარიამ თეთრუაშვილი.